მე ვარ მარიამ დიდმანიძე 10 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეოცე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, კითხვა, ტანვარჯიში და მუსიკა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. 6 წლის რომ გავხდი, შევედი ხატვის წრეზე. მე ვიცი პეიზაჟის ხატვა, ნატურმორტის და პორტრეტის ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ ყვავილებიან ვაზას. ჩემი საყვარელი ფერია მწვანე და არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ რომ ძალიან მუქია და ასოცირდება ბრაზიან ფერად. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 20 კარგი ნახატი. დიდი რომ გავიზრდები, მინდა დავათვალიერო და გავიხსენო ჩემი ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 9 წლის ასაკში. მენატრება ჩემი ბავშვობა, მაგრამ მომწონს დიდი რომ ვარ. ყველაზე ხშირად ჩემს ნახატებს ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ვჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღეც და ახალი წელიც. თოლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. მაგალითად შარშან მომიტანა სახატავის ნაკრები. და წელს მინდა რომ მომიტანოს წიგნების ნაკრები. ჩემი აზრით თოლის ბაბუა არის 83 წლის და მისი სახელია გუგა. წიგნები ძალიან მიყვარს და კითხვა შემაყვარა ჩემმა მასწავლებელმა. მაგრამ დავიწყე ეს კითხვა ძალიან მომეწონა რომ ვიცოდი კითხვა და თავი მეგონა თითქოს მაღალ დონეზე რომ კითხვა ვისწავლე. ჩემი საყვარელი წიგნია ბიძია სევა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრებზე და ერთი ლამაზი გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო რა თქმა უნდა ვიქნებოდი მე. ჩემი სკოლა მე ძალიან მიყვარს, რადგან ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს მეგობრები, რომლებთანაც ძალიან ხშირად ვერთობი. იმდენად მიყვარს სკოლა, რომ მგონია საბავშვო ბაღი და გასართობი ცენტრი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის იონა თედორაძე. ყველაზე მშვიდია ელენე სელაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნია ბედინაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, მეგობრული და კეთილი. საყვარელი მასწავლებელია მარინა ზოსიძე. ის არის ლამაზი, თბილი, კეთილი და მხიარული. სულ გვეფერება და გვეხუტება. ჩემი აზრით მარინა მასწავლებელი ყველაზე მეტად მე მიყვარს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა ანა. ახლა მინდა გამოვიდე მუსიკის მასწავლებელი, იმიტომ რომ მუსიკა ძალიან მიყვარს. სწავლობ მუსიკალურ სკოლაში, ვარ მე-4 კლასში და ვუკრავ პიანინოზე. მუსიკაში ჩემი მასწავლებელია ლენა ციბაძე. ისეთი კარგი მასწავლებელია, რომ შემაყვარა პიანინოზე დაკვრაც და მუსიკაზე მისვლაც. სამჯერ მქონდა კონცერტი და ყველაზე უფრო მეტად მომეწონა მესამე. მაგ კონცერტზე მე და ჩემი და ერთად დავუკარით ერთ პიანინოზე. მე რომ ახლა კარგი პიანისტი ვიყო, ჩემს კონცერტს ვისურვებდი პარიზში. ბილეთი ეღირებოდა 100 ევრო და მთელი დარბაზი იქნებოდა სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, დავეხმარებოდი გაჭირვებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავადმყოფ ბავშვებს. ავაშენებდი უფასო საავადმყოფოებს და ექნებოდათ უფასო მკურნალობა. პირადად მე ამ ფულით ვიმოგზაურებდი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავიდოდი ლონდონში. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და, დედა და მამა. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 12 წლის და ქვია თიკო. ის არის მხიარული, კეთილი და მზრუნველი. ჩემი აზრით თიკო რომ გაიზრდება, გამოვა ადვოკატი. მამიკო არის ვაჟკაცი, სიმპათიური, შრომელი და ჩემი სრულების შემსრულებელი. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ საჩუქრებს ჩუქნის და ზრუნავს მასზე. მე ვარ მამიკოს გოგო. მე ასევე მიყვარს ტანვარჯიში და უკვე 1 წელია დავდივარ ტანვარჯიშის წრეზე. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა შპაგატში ჩაჯდომა. ყველაზე ადვილი იყო ლახტზე ხტუნვა. ერთ შეჯიბრებაზე გავედი პირველ ადგილზე და ძალიან მინდა რომ გავხდე საქართველოს ჩემპიონი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავასუფთავებდი მთელ დედამიწას და არაფერი არ იქნებოდა დაბინძურებული. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მარი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მარი დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მარი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნინა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს დასთან ერთად. ბედნიერება არის მიზნის მიღწევა, კარგი ოჯახი და საჩუქრების ჩუქება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.